გამარჯობა, ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. პრემიერის ვრცელი ანალიზის შემდეგ ისტორიულ და დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესებს პოლიტიკოსები აფასებენ. მართლ გუნდში ამბობენ, რომ დღეს არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სწორად გაიაზროს ისტორიაც და უახლესი წარსულიც. მთავრობის მეთაური სახელმწიფოების ეროვნულ მიზნებზე საუბრობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არც ერთი ქვეყანა სხვის კეთილდღეობაზე არ ზრუნავს. ქართულ ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ფსევდოლიბერალური ჯგუფების მიზნები. თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დგავს თითოეულ ნაბიჯს. შესაბამისად, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი თუ ურთიერთობა ქვეყნები არ იყოფიან, თქვათ, მეგობრებად, ძალიან მეგობრებად, ან ასე დაპირისპირებულებად, თითოეულ ქვეყნის მიმართულებით ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მათი ნებისმიერი განცხადება იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ნაბიჯი, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. და ჩვენ საქართველოს გვაქვს შესაძლებლობა ისევ და ისევ ქართული საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენი გუნდის მყარად დგომით, ერთიანად დგომით, რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და ყველა ქვეყანასთან ურთიერთობისას ნებისმიერ ფორმატში ღია თუ დახურულ კარს მიღმა ყოველთვის საუბრობთ, რომ რა არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი, აწყოსთვის აუცილებელი და რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი. შესაბამისად, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, რასაც ქართული ოცნება, ქართული ხალხის მხარდაჭერით დგამს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, თუ რომელიმე აუხრებელი გზირი გარედან მიღებული დავალების შესაბამისად აგენტურულად ცდილობს, რომ დააზიანოს ეს ინტერესები. ამ წუთებში ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე მედიისთვის კომენტარს აკეთებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მე ისე ზის გულზე მიწევს ხშირად ხოლმე. გულოცავ პირველ რიგში მთელ საქართველოს ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და უსურვებ ხანგრძლივ ბედნიერ ცხოვრებას და ასევე განსაკუთრებით ვულოცავ გურულებს, რომელსაც ეს დღე ცოტა სხვანაირად პოზიტიურად აქვს ასეთი ღონისძიებებით მათ შორის წარმოჩენილი. ვულოცავ გამარჯვებულებს, ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო ძალიან ისე დაძაბული ჭიდილი და გამარჯვებულებს ვულოცავ, ისინი როგორი ემოციებით იღებენ ამ ყველაფერს, ყველამ ერთად ვნახეთ და მე მგონია, რომ დღევანდელი დღეც არის ერთ-ერთი დღე გარდა იმისა, რომ ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ესეთი სიხარულით ასევს ხოლმე და ბედნიერებას უსურვებ კიდევ ერთხელ ყველა ქართველს. ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ურთიერთგამომცემლო წელი გააჩვენა. ჯერ თქო რომ წელი ლიბანიშვილისგან მიიღო და მე მეორე მეწოში თქვენ გახსოვთ. როგორ შეაფასებთ, რა მიზანი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს? მოდი მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ. შევიკავებ ამისგან თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია და მე ვფიქრობ, რომ ხა ამ ჩემი სიტუაციიდან თლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე ჩემგან გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები შეიძლება უარესიც იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც რაღაც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ. მე მინდა შემთხვევითაც ვისარგებლო და ასევე ვილაპარაკო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაული შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს, რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი, ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, ზოგან გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოთ არის და მინდა გავაფრთხილო ყველა აბსოლუტურად. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რაღაც უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ეს ყველას არ შეეხება, უნებრივია. ყველას ვაფრთხილებ, რომ ესე მარტივად
და ჩვენი ჰუმანურობით ისარგებლებენ და დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული და არ ვაპირებ არც მე და ხელისუფლების არც სხვა წარმომადგენელი, რომ შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დაწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ეს გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორე, ბრალდებებისთვის ვსადავართ, თავარი ეს ბრალდებები არ იყოს რეალური. და ამასაც გადავიტან და ბევრ ამასაც და კორუფციის ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. სცენაზე. ანუ გიორგი ცინცაძე. მოდი აღარ დავაკონკრეტებ. როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე და უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს, ურთიერთგამომცხალ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე მე შევეცდები რომ დღეს არ ვისაუბრო. გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი, мотиваცია ის არის, რომ არ სერიოზულადაც არ შეიძლება ასეთ საკითხებზე ჩვენ ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო. მართლობუნჩი აბრუნებენ რომ საბახუნცია მესამე გარკვეული ის ადამიანების საზოგადოებას გიორგი ცინცაძე რომლებიც არიან გადახან რაინდებო ვაშაცებო მომზადი იხურებოდა მედია და ასე შემდეგ რო შეაფასოთ როგორ ვფიქრობთ მოიხდიან თუ არა ბოდიშს არა მათი მხრიდან არავინ ბოდიშის მომხდელი არ არის მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ მათ ყველას ბოდიში აქვს მოსახლეობა იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად და წლების განმავლობაში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით რაც ეს ბულინგი საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა ნახეთ არაერთი შემთხვევა როდესაც მოწყვლადი ადამიანების ასე ვთქვათ, ზოგ შემთხვევაში კეთილსინდისიერებით, ზოგ შემთხვევაში ადვილად მიმღებლობით ასეთი სრულ ლეგენდების ისარგებლეს დიპსტეიტის თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანების შეცდომაში შეიყვანეს. აქ არის მთავარი ერთი რამ. ჩვენ სახეზე გვყავს ათეულობით ცხვრის სულში გახვეული გელს ვერ უწოდებ ტურა ალბათ, რომელთა მწყემსები არიან უცხოელები და არა ქართველები. შესაბამისად, ეს უნდა გავარჩიოთ. თუ კი ამას გავარჩევთ, უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტიც და რეალობის აღქმას მეტად უზრუნველყოფილი იქნება. შემომინდია მომძანდით. მინდია კიდევ ხელგილოცა მომძანდით ლებო. შევუწყოთო საწავია. ამით შესაბამისად, კარგი გვაქვს. ჯობია მე უბრალოდ დავიჯერდა ჩვენ ავტოტერმინალებს. მესამე ადგილი ნაბეღლავის თასის გადრიილმაზე თან შევძახოთო შემოთიკა დავიხურეთ ბატონი მიხო სიმონიშვილი მინდია ამაზე რა კომენტარი უნდა გააკეთოთ? ამაზე შეიძლება ერთადერთის თქმა. ისინი რაზეც ოცნებობენ, ბომბების წვიმაზე საუბრობდნენ, წამოწდებოდათ ხოლმე, იგივეს ახლა ალაპარაკებენ ყველაზე მათ შორის ჭყალებში გამბედავს. ანუ მათ ენაზე რო ვთქვათ, ვის ინტერესებსაც საბოლოო ჯამში შედეგობრივად ატარებენ, ნავოდკის მიცემას ეძახიან ამას სამხედროები, სამიზნეებს ურჩევენ და ეს სამიზნეები არის ქართულ და ამაზე ოცნებობენ. ჩვენ წლების განმავლობაში ამ ოცნების წამოწდენებს ხედავთ ხოლმე, ბომბების წვიმა, ომის დაწყება და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ გახმოვანდა ახლა ამ ადამიანის მხრიდან. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენდით მამუკა მდინარაძეს. ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას ირაკლი ღარიბაშვილის ორი ბუნდოვანი და ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი წერილი. ვადიმარი ღარიბაშვილი თხოვს საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებას. მისი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული მილიონებისა და ძვირფასი ნივთების მიუხედავად ამტკიცებს, რომ დამნაშავე არ არის. შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყება მას ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით წარუდგინა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ღარიბაშვილმა შაული აღიარა მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც. კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებულია ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის არაერთი წევრიც, მათ შორის სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლი ლუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ვინმე მან შეცდომაში შეიყვანა, ან აბსოლუტურად რაღაცა რეალობის შეგრძნება დაკარგა. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, იმიტომ რომ ესეთი რეალობა, რომ თითქოს ირმა ინაშვილი და ვინმე
ტიტო ჩუბინიძე არიან ადამიანები, ვინც ეწევიან რაღაც ისეთ საქმიანობას მის სახელთან დაკავშირებით, რომ 5 წელიწადში მისი პოლიტიკაში დაბრუნება ქმნის რაღაც საფრთხეს და ამ საფრთხემ განაპირობა ის მიმართ მუქარა, რომ გინდა თუ არა უნდა აიღოს თავის თავზე რაღაც არჩადენილი დანაშაული და მით უმეტეს განსაკუთრებით, რასაც განვიცდი, ეს არის, რომ იგი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, მის ცოლ-შვილს, მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ დისკრედიტაციისკენ გადადგმული ნაბეჯი. რა თქმა უნდა, რთულია საუბარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ყოფილ წევრზე, ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში. ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ეს მას უნდა დაუსვათ კითხვა, საზოგადოებამ კი იცის, რომ ამ წლის დასაწყისში მან თვითონვე აღიარა დანაშაული, კორუფციული დანაშაული, რომ მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც არ დაუდეკლარირებია, რომელიდან გამომდინარე მან მიიღო პირადი სარგებელი და ეს ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე იგი სამის პასუხისმგებლობასაც იხდის. ამიტომაც რთულია სოფლას ვისაუბროთ, თუ რატომ დასჭირდა მას ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი, ურთიერთგამომრიცხავი წერილის გავრცელება. არ ვიცი რა პოლიტიკას შემოქმნებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანს თვითონვე აქვს აღიარებული დანაშაული, კორუფციული დანაშაული, არავითარი ლოგიკა ამაში არ არსებობს, ელემენტარულიც კი და ადამიანი კიდევ უფრო თავისი დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო მეტ დაზიანებაშია გადასული. ჩვენი გუნდის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ეს ამისად მის მიერ ასეთი განცხადება, რომ შესაძლო საფრთხებთან დაკავშირებით არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მეტი არაფერი. ქართული ოცნების გუნდის და პირადად ბიზინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბრძოლა ნებისმიერი კორუფციის წინააღმდეგ და ჩვენ ვხედავთ, რომ უმაღლეს დონეზე ყველანაირი კორუფცია აღმოფხვრილია. აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების მიზნები. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავების ხელს სწორედ ფსევდოლიბერალი აქტივისტები უწყობენ. მაჭავარიანი საზოგადოებას ამის დამადასტურებელ კონკრეტულ მაგალითებსაც ახსენებს. ამ აქტორების მხრიდან ძალიან ბევრჯერ ქონია ადგილი გარე მითითებით ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივის გავრცელებას და ისეთი აღქმების შექმნის მცდელობას თითქოს თეთრი შავია, რაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიუღია. რის გამოც დამუნათების, ზიზღის, ბულინგისა და შეურაცხყოფის კარგად ორგანიზებული კამპანიის მსხვერპლი მყისიერად გამხდარა. ამის თვალსაჩინო მაგალითია გამჭვირვალობის ქართული კანონი. მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური სოროსისტების დაფინანსების წყაროები არ გამხდარა იყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველა პარტიამ და მათმა ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა აფერისტული კამპანია სახელწოდებით რუსული კანონი მოზღოვებული ენერგიით, დაუნდობელი აგრესიითა და უკიდურესი ზიზღით აწარმოეს. ამ აღვირახსნილმა კამპანიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მართლაც შეიყვანა შეცდომაში, ხოლო ვინც ვერ მოატყუეს და ბედავდა კითხვის დასმას, თუ რატომ იყო NGO-ების ფინანსების გასაჯაროება რუსული, პასუხად იმიტომ და ამ იმიტომთან ერთად უამრავ შეურაცხყოფას იღებდა. ყველაზე უფრო ფაშისტური მეთოდებით უბრძალავდნენ მოქალაქეებს კანონის წაკითხვას და ამ კანონის შინაარსში შესვლას. ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე მხოლოდ სელფის გადასაღებად გადიოდა, რომ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან რუსეთულმე სიარლიყის მიწებება, დამცირება და შეურაცხყოფა აერიდებინა. დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის წაკითხვისას ბევრს გაგახსენდებათ საკუთარ თავზე გამოცდილი ეს ფსიქოლოგიური ტერორი. აგენტურული ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალი აქტივისტები უამრავ ტყუილსა და აღქმას აბცელებდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით. შავი ფულის გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, ყველა მეთოდით ცდილობდნენ საზოგადოების დაშანტაჟებას. სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გავრცელებულ რამდენიმე ქართ შევეხები, რომ ამ კამპანიის აბსურდულობის მასშტაბი გაგახსენოთ. კანონის მიღების შემთხვევაში გავიღვიძებდით ჩელიაბინსკში, ავკრძალავდით ოპოზიციურ მედია საშუალებებს, ავკრძალავდით NGO ორგანიზაციებს, ემიგრაციაში მყოფი ქართველები ოჯახებს ფულს ვეღარ გადმოურიცხავდნენ, სტუდენტები დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებდნენ.
აკრძალებდნენ. ფერმერებს აიკრძალებოდათ გრანტების მიღება. როგორ შეიძლებოდა იჩქვეშ დაგვეყენებინა USAID-ისა და NED-ის დაფინანსება? გავიდა 2 წელი. არ გაგხვიძებიათ ჩელიაბინსკში. არ აკრძალულა ოპოზიციური მედია საშუალებები. არ აკრძალულა NGO ორგანიზაციები. ემიგრანტებს არ შექმნიათ გადმორიცხვის პრობლემა. სტუდენტებს არ შექმნიათ დაფინანსებით უცხოეთში სწავლის პრობლემა. ფერმერები იღებენ გრანტებს და აგრძელებენ მიწაზე მუშაობას. ხოლო რაც შეეხება USAID-სა და NED-ს, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელმა ადმინისტრაციამ ორივე ეს ორგანიზაცია კრიმინალებად გამოაცხადა. ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი არაჯანსაღ პროცესებს, ქაოსსა და რევოლუციებს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აფინანსებდნენ და დახურა ორივე ორგანიზაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ 2 წელში არ დადასტურდა, რომ თეთრი შავია. აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და თქვენმა ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარაღის მიწებებისთვის, რაც კამპანია რუსული კანონის ფარგლებში მათ აკადრეთ. ბოდიშის შემდეგ კი აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას. ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები იმისათვის, რომ ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები. პოლიტიკური განხილვის თემა ოპოზიციის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით. სახიფათო და მოღალატეობრივი გეგმა ასე აფასებს მართველი გუნდი ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებებს. ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრამვული მეხსიერება, შემდეგ კი ურთიერთობის დალაგების საუკეთესო მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით ყარაბაღი დათმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი საქართველოს აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის. მორიგი დავალება უცხოური აგენტურისგან, ეს არის ქართული ოცნების შეფასება. მართლ გუნდში ამბობენ, რომ რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გეგმა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა. ნიკა გვარამიას, სალომე სამადაშვილის და თამთა მიქელაძის, თუსრათ მასოს მის სახელი და გვარი განცხადებები და ქმედებები არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება დაიმართოს აგენტს, უცხოური გავლენის აგენტს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი გარედან მიღებული დავალება, რომლის მიხედვითაც მათ გაიტესტა, რა დამოკიდებულება ექნებოდა საზოგადოებაში განცხადებას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის ჩვენთვის ყოფილი ტკივილი, რომელიც უნდა ვიყოს მოშორებული. ეს ყველაფერი ისევ და ისევ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებია. საქართველოს არის აღიარებული იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც არის საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო თანამშრომლობის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ურყევი და უმნიშვნელოვანესი ესე რომ შვიდობიანი პოლიტიკით ურთიერთ დახმარებითა და ურთიერთ პატივისცემით აღდგეს ის ნდობა, რომელიც დაიკარგა 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენს ძმებს და დებს შორის, ოვუს და აფხაზ დებსა და ძმებს შორის და როდესაც ამ კუთხით ხედავენ, რომ მაგალითად გადადგმული არის კონკრეტული ნაბიჯები, ისინი არიან ჩვეულებრივი მებრძოლები, ჩვეულებრივი ანტაგონისტები, რომელთა მიზანიც არის სახელმწიფო ინტერესის დაზიანება და ისინი მათ შორის მზად არიან, რომ ჩვენი ისტორიული კუთხეებიც კი მოაშორონ საქართველოს, იმიტომ რომ ასეთი არის მათი პატრონის მითითება. 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ლელო ძლიერმა საქართველომ და ქართულმა ოცნებამ მიმართა. ცესკოსთვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა. საარჩევნო ადმინისტრაციამ დღევანდელი სხდომაზე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საარჩევნო ბიულეტინში ლელო ძლიერი საქართველოს საარჩევნო ნომრით 9, ხოლო ქართული ოცნება 51-ით იქნება წარმოდგენილი. 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, მანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება. გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მონაწილეობის მიზნით მიანიჭა რიგითი ნომრები, ძლიერი საქართველოს ლელო 9, ხოლო ქართული ოცნება 51 ნომერი. აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს აქვთ უფლება არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა და ეს გახლავთ 3 სექტემბერი მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის მიზნით.
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15 მილიარდ 915 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5%-ით მეტია. საგარეო სავაჭრო ბრუნვის უმაჩვენებელში ექსპორტის წილი 4 მილიარდ 670 მილიონ დოლარზე მეტია. იმპორტი კი 10 მილიარდ 859 მილიონი დოლარია. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ყირგიზეთი, ჩინეთი და რუსეთია. ზრდა ძირითადად დაკავშირებულია რამდენიმე ქვეყანაში სასაქონლო ნაკადების ზრდასთან. ეს არის ძირითადად ჩინეთის და მეზობელი ქვეყნების მიმართულება, თუმცა გარკვეული კატეგორიის საქონლის ექსპორტი გაზრდილია ასევე აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებითაც. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, ძირითადად და უკავშირდება ნავთობპროდუქტების ექსპორტს, ასევე გაზრდილია სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების და ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტის მაჩვენებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 61% შეადგენს და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 64%-ით. ივლისის თვეში ადგილობრივი ექსპორტის 72%-ზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა და ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ ივლისის თვეების ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა და 462 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ექსპორტის მსგავსი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, კერძოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. საქართველოს ტრანსპორტის სექტორმა 2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა. ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში საქართველოს რკინიგზასა და სამოქალაქო ავიაციაში ტვირთბრუნვამ ბოლო 10 წლეულის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარდ როლს. წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად 8%-ით მეტი ტვირთი გადამუშავდა. სარკინიგზო გადაზიდვების მაჩვენებელი 11%-ით მეტია. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები კი 4.6 მილიონი მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.3%-ით მეტია, რაც ბოლო 10 წლეულის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ბოლო 10 წლეულის რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და ჩვენ ზრდა გვიფიქსირდება როგორც ნავსადგურებში, ასევე რკინიგზასა და ავიაციაში. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს ზრდა ნამდვილად სისტემურია და მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას. აქვე მაგალითისათვის მოვიშველიებ ნავსადგურებს, სადაც გაზრდილია ყველა ძირითადი სახეობის ტვირთის გადამუშავება. ასევე უნდა ხაზი გაისვას რკინიგზაზე არსებულ ზრდას, სადაც გადაზიდვების ყველა რეჟიმში გაზრდილია ტვირთები, როგორც ტრანზიტში, იმპორტში, ექსპორტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში და სწორედ ასეთი თანმიმდევრული და ზოგადად მრავალმხრივი ზრდა აჩვენებს იმას, რომ ეს შედეგი ერთჯერადი არ არის. საქართველოს ნავსადგურებში საერთო ტვირთბრუნვის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 24%-ით არის გაზრდილი. ამავდროულად განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებელიც გაზრდილია დაახლოებით 8%-ით. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ციფრებია, რამდენადაც ხაზს უსვამს საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის და განსაკუთრებით საავტომობილო სექტორის სანდოობას საერთაშორისო გადამზიდავებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხაზს უსვამს, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს. სწავლას 20-მდე სტუდენტი შეძლებს, რომელსაც უსაფრთხოების სფეროში სპეციალიზებული განათლების მიღება და პროფესიული ცოდნის გაღრმავება სურთ. პროგრამა გულისხმობს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებებს და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა კონტრდაზვერვა და კიბერუსაფრთხოება. სასწავლო პროცესს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ეკნებათ. წელს პირველად გამოვაცხადეთ ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების მსურველთა საბუთების მიღება. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია, სამაგისტრო პროგრამა პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს პროგრამა ხელს უწყობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრების მოზიდვას. გარანტირებულად სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ უკვე წარმატებულ კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა რომ დასაქმდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. წელს ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს 20 სტუდენტის მიღება. თავად ასე ვთქვათ, პროგრამის სპეციფიკა ითვალისწინებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების კომპონენტებს, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს. ქობულეთსა და ქედაში შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პოლიციის ახალი შენობები გახსნა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შენობები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი, მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, მტკიცების შესანახი ოთახები, ასევე თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი და სასადილო ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. ქუთაისში გაიხსნა ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი თანამედროვე სტანდარტების 150-მდე თანამშრომელზე გათვლილი ბაზა. მოიწყო სხვადასხვა დანიშნულების სივრცე, მათ შორის გამნაღველებისა და კინოლოგიური სამსახურისთვის განკუთვნილი სპეციალური შენობები. სამართალდამცველების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით აჭარის რეგიონში, კერძოდ ქედასა და ქობულეთში მნიშვნელოვანი საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა, აღიჭურვა და უკვე გაიხსნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა, რომელიც 32 თანამშრომელზე არის განკუთვნილი. ასევე თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის განყოფილების თანამშრომლებისთვის, რომელიც 24 თანამშრომელზეა გათვალისწინებული. ახლა კი უცხოეთის ამბები. უკრაინაში ანტიკორუფციული უწყებები მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებენ. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, შრეკა დეპუტატების და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება. სამართალდამცველების განცხადებით, საქმე დანაშაულებრივ ორგანიზაციას ეხება, რომელსაც მოქმედი და ყოფილი დეპუტატები ხელმძღვანელობდნენ. ოფიციალური ვერსიით ისინი პრეზიდენტის ოფისის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იყვნენ დაკავშირებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შრეკა ჩატარდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრას სახლში და სამუშაო სივრცეში. ანტიკორუფციულმა უწყებამ ფიგურანტების საუბრების აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა. საქმეზე დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ნაბუმ პროკურატურასთან ერთად გამოავლინა პირთა ჯგუფი, რომელმაც დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების ლეგალიზება უზრუნველყო. საუბარია 150 მილიონ უკრაინულ გრივნაზე, რომელიც მიდასის საქმეზე ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის გირაოსთვის გადაიხადეს. სქემის ასამუშავებლად ჯგუფმა სახელმწიფო ბანკი გამოიყენა. რადაში დეპუტატები გამოეხმაურნენ ზელენსკის ოფისთან დაკავშირებულ მიმდინარე ანტიკორუფციულ სპეცოპერაციას, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალდებებს და არჩევნების ჩატარების მოწოდებებს. ასევე პრეზიდენტის საკადრო გადაწყვეტილების გამო უკრაინაში მიმდინარე პროტესტს. ოპოზიცია ქვეყანაში მმართველობით კრიზისზე საუბრობს და ზელენსკისგან განმარტებებს ითხოვს. საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან მოსახლეობას უმსხვილესი ოპოზიციური პარტიების წევრებმა და დამოუკიდებულმა დეპუტატებმა მიმართეს. პარალელურად რადასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარას დაანიშნა, საპროტესტებენ და პოსტზე მიხაილო ფედოროვის დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის დაწყებას მოითხოვენ.
Це ж єдиний кінець. კიდევ ვინ დარჩა ზელენსკის გუნდში ისეთი, ვინც ან არ გაქცეულა, ან ვისთვისაც ბრალი არ წაუყენებიათ, ან თავად ზელენსკი არ დაუდანაშაულებია დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში. ეს არის კორუმპირებული და არაკომპეტენტური სისტემა. ზელენსკის გუნდში მხოლოდ არჩევნები, ხელისუფლების შენარჩუნება და ომი აინტერესებთ. არსად ისმის მთავარი სიტყვა, რომელსაც ყველა უკრაინელი ელის და ეს სიტყვა მშვიდობაა. Знаєте, не просто одне одного в очі побачити. ახლა უკვე ჟურნალისტები ცდილობენ ზელენსკის ვებგვერდზე პეტიციის დარეგისტრირებას პრესკონფერენციის მოთხოვნით. იმისთვის, რომ ზელენსკი ჩაკეტილი წრიდან გამოვიდეს. WhatsApp-ში რჩეულ ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეწყვიტოს და საზოგადოებასთან დაიწყოს კომუნიკაცია. უამრავი უპასუხო კითხვა, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეშინია საკუთარ მოქალაქეებთან საუბრის. Бо якщо подивитися зверху, ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს. ამასთან ამოიწურა ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი შეთანხმებითი განსაზღვრული ვადაც. ტრამპის განმარტებით ძალაში რჩება ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადაც. ამ ფონზე რეგიონში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის უწყების განცხადებით, ირანიდან ქვეყნის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. იემენელმა ჰუსიტებმა კი საუდის არაბეთში ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები დრონები დაბომბეს. შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ტომოკო აკანეს და უფროს პროკურორ აბდულა ისეიეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს განცხადებით, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ ქვეყნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებში, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებენ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ჰააგაში აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ შტატების მიერ დაწესებული სანქციები სამართლის უზენაესობასა და საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნის. ამერიკაში მეტას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. 29 შტატში ტექნოლოგიურ გიგანტს მოზარდებში Facebook-ზე და Instagram-ზე დამოკიდებულების განზრახ ჩამოყალიბებაში ადანაშაულებენ. მოსარჩელეების მტკიცებით კომპანია შემოსავლების გაზრდის მიზნით ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს. მეტა ბრალდებებს უარყოფს. სარჩელის წაგების შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა $1.5 ტრილიონ თანხის გადახდა მოუწიოს. გრანადაში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაშავდა 3 ადამიანი. ბიძგების შედეგად დაზიანდა შენობები და ავტომობილები. ჩამოიშალა შენობების ფასადები. მიწისძვრამ დააზიანა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ალჰამბრას ისტორიული კომპლექსიც. სპეციალისტების პირველადი შეფასებით კომპლექსის კონსტრუქციის ნგრევის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. გრანადაში ბოლო რამდენიმე დღეში უკვე მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ახლა კი ისევ საქართველოს ქვემო ქართლის პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით ბრალდებულებმა, რომლებიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და თანხას მართ საწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დაზიანებული აპარატი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გადააგდეს და თავად მიიმალნენ. ასევე ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით თანასოფლელის კუთვნილი ავტომობილის სანომრე ნიშანი მოიპარა და საკუთარ ავტომობილზე დაამაგრა. ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დაკავეს. დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ნივთკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი მარიხუანა და ალფა-პვპ. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ასევე ამოიღო ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 20 აგვისტოს ჯორჯიან Water and Power რუსაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს დაიწყებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალდილის 10 საათიდან დაიწყებენ და 6 ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად შეასრულებენ. ექსპლუატაციაში შევა წყალმომარაგების განახლებული ქსელები.
სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ 20 აგვისტოს დილის 10 საათიდან 21 აგვისტოს დილის 10 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდება მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილის ქუჩებს. მის სამართების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდსა და Facebook გვერდზე. პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისთვის 20 აგვისტოს 18 საათზე იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასრულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აერჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ დღეიდან 20 აგვისტოს 18 საათამდე გადახედონ მათ მიერ არჩეულ პროგრამათა ჩამონათვალს და სურვილის შემთხვევაში ცვლილებები განახორციელონ პროგრამათა რეიტინგულ ჩამონათვალში. მოვუწოდებთ და ვთხოვთ აბიტურიენტებს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ თავიანთ მიღებულ შედეგებს, მიაქციონ ყურადღება თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარე კონკურსის მიმდინარეობას, კონკურსის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ სურვილის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება პროგრამების რეიტინგულ სიაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შესახებ. დღეს ფერისცვალებაა დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში წირვა ტარდება. ფერისცვალების დღესასწაული ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული 3 სასწაული აღესრულება. აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას მდინარე იორდანის უკუქცევა და 19 აგვისტოს ფერისცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ წირვა სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღავლინა. ეს არის ესეთი სიმბოლური დღე, როდესაც დასაბამი დაედო წარმართული რწმენის რღვევას საქართველოში და წმინდა ნინოს მიერ სრულიად საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას. ასე რომ გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დღეს და აი ჩვენ მას შემდეგ უკვე გავიდა 1700 წელი და ჩვენ წელს ვზეიმობთ ამ დიდებულ დღესასწაულს. როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენ ფერისცვალება? როგორ უნდა მოხდეს ეს ჩვენში? რით დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით. მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით. უნდა ვეცადოთ, დავიწყოთ, გავხდეთ უფრო მომთმენი, დავიწყოთ მოთმინება, ვეცადოთ არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ჩვენ ასე ვიშრომებთ, ვეცდებით, ვიმეორებთ, მაშინ უფალიც შეგვეწევა, თავის მადლს მოგცემს და გავა შეიძლება რამდენიმე თვე თუ წელი და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა. მე მინდა დავლოცო სრულიად საქართველო. უფალმა ინებოს ჩვენი ყოველი ჩვენგანის ფერისცვალება, ჩვენი ქვეყნის ფერისცვალება, ქრისტეს გზაზე გაძლიერება და გამთლიანება. კურიერის სამზიამით დასრულებულია ჩვენი თვალით 6 საათზე შეხვდებით მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს რუსთავი 2.წერტილი ჯიან და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით Facebook გვერდზე. დროებით.